მოგესალმებით მეგობრებო, მათთვის ვინც ჩვენ არ გვიცნობს, ჩვენ ვართ ჯგუფი პარანორმალი და როგორც შეგვიძლით, რაჭაში არსებული სახლის შესახებ უნდა გავიკეთებინა სიუჟეტი. ეხლა სწორედ ეგ მომენტია, მაგრამ შეიცვალა თვითონ ობიექტი, მინდა თქვა. რატომ? იმიტომ რომ არსებული ობიექტი, რომელიც სიუჟეტში გავიდა, იმედის სიუჟეტში, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და ეს ყველაფერი როგორც პარანორმალი ვარაუდობდა და დამეთანხმება. ნამდვილად მასე არის, ყველაფერი იყო სიცრუე. ჩემი თანაშემწე ალექსანდრაც, რომ ეს ყველაფერი არის შოუს ელემენტებით გაჯერებული, უბრალოდ მონაჩმახი და მეტი არაფერი რა. რაც შეეხება სიმართლეს, გაირკვა ისიც, რომ ჩვენ დავუკავშირდით მე პატრონეს, უშუალოდ გავესაუბრეთ, შევახსენეთ ეგ ისტორია, რომელიც 10 წლის წინ გავიდა. და რა თქმა უნდა, უარი მივიღეთ, რათა გამოგვეკლია ეგ სახლი, უარი იმიტომ მივიღეთ, რომ უკვე ფაქტობრივად აღიარა კიდეც, რომ იქ არაფერი არ ხდებოდა და ეს ყველაფერი იყო სცენარი, დაწერილი სცენარი სიცრუე. ეს ხდებოდა. ხო, ეხლა ნახეთ რა მომენტია რა. სიმართლესა და სიცრუეს შორის არის ძალიან დიდი ზღვარი, მაგრამ ნახეთ რა მომენტია, როდესაც შოუს ელემენტებად იყენებ პარანორმალურ მოვლენებს, რა თქმა უნდა, და ისეთ ქვეყანაში, სადაც ყავს ისეთი ჯგუფი, რომელიც რეალურად იკლავს პარანორმალურ მოვლენებს, უნდა ფიქრობდე იმდეს, რომ ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, ეგ შენი ბლეფი გასკდება და სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება. რა თქმა უნდა. ასე რომ, ის სიუჟეტი ანულირებულია აბსოლუტურად, ვინც უყურეთ ამ შოუს, პირდაპირ გეუბნებით, რომ სიმართლესთან ახლოსაც კი არ არის საერთოდ. არც სამი დის ამბავი მათ შორის, მეგობრებო. არანაირი სამი და არ არსებობდა აბსოლუტურად. ეს ყველაფერი იყო გამოგონილი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შოუ დაედგა და დადგეს ეგ შოუ და თუ ვინმე სიმართლე აინტერესებს, მაშინ პარანორმალში ნამდვილად დაგვეჯერება და გეუბნებით. ეგ ყველაფერი ანულირებულია. არანაირი პარანორმალური სახლი იქ არ არის. ყოველ წელს ჩამოდიან დამსვენებლები და ისვენებენ მშვიდად და წყნარად. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ სიუჟეტს, სადაც ახლა ვიმყოფებით, სხვათა შორის დასახლებული პუნქტია, რაჭა ნამდვილად და პარანორმალმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთან ახლოს სხვათა შორის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული სახლი, რომელსაც მე ვიცნობ საკმაოდ კარგად, ანუ ისტორიაც ვიცი, თუ ვინ ცხოვრობდა ამ სახლში და ასე შემდეგ და გადავწყვიტეთ, რომ რატომაც არა, მოდი ნახოთ ამ მიტოვებულ სახლში რა ხდება. თუმცა არანაირი წინა პერიოდი იმის, რომ აქ რაიმე პარანორმალურს აქვს ადგილი, მათ შორის არც საწინააღმდეგო, რომ ან პირიქით არა აქვს ადგილი. ეგ არ ვიცით, მაგას ერთად გავარკვევთ. სანამ სახლში შევალთ უშუალოდ, მე მინდა რომ გარე ტერიტორია აუცილებლად დაავთვალიერებინოს მაყურებელს, რატო? არავინ არ იფიქროს, რომ სახლია მაინც და მაინც პერიმეტრი და მისი ეზო და გარემო არ წარმოადგენს არაფერს. რა თქმა უნდა, ეს დიდი შეცდომა იქნება. ჩვენ დავიწყებთ გარე პერიმეტრებიდან. ჩვენ ხელთ არსებული ყველანაირი აპარატურა ჩართული არის, უკვე გააქტიურებული აბსოლუტურად ყველა აპარატი და თუ რაიმე დაფიქსირდება, აუცილებლად გავიგებთ. აუცილებლად შეგვატყობინა შენი აპარატურა. თუმცა პირადად მე, რო გითხრათ, ამ სახლის გარშემო არანაირი უცნაური მომენტები არ შემინიშნავს არც ბავშვობიდან, არც დღემდე. თუმცა ესე დეტალურად და უკვე პარანორმალის აპარატურის გამოყენებით, რა თქმა უნდა, აქ არავინ არ ამოსულა და არ შეუმოწმებია. იმისათვის, რომ დავწმუნდეთ რა ხდება სინამდვილეში, მივანათოთ სახლს. აი ეს სახლი გახლავთ, რომელიც საკმაოდ ტყეშია ჩასმული. ეხლა გეტყვით, რომ ტყეშია ჩასმული. ოპერატორს თქო რომ გამოყვეს. აპარატურა მოუნზადოს. ზედ მაქვს. სახლში არანაირი ელექტროობა არ არის. აბსოლუტურად არანაირი ელექტროობა არ არის. ხედავთ რა მომავალს. აქ დავიწყოთ. ალექსანდრა. მოდი. მოხდა. ოპერატორი. აი ხედავთ. კი არის, მეგობრებო. თუ გაზე იმდენად
გაუვალია ამ სახლის გარშემო ეს ყველაფერი რომ რაღაც გარკვეულ ტერიტორიამდე მივდივართ, მოდი სახლის პარალელურ ეზოში აქეთ მოვანათეს სახს მაყურებელმა კარგად ნახოს ჩანს ოპერატორს ეკითხები კი ფრაგმენტები ხო ჩანს სახლის კი ზემოთ გავამჯობოთ სიარული და აი ნახეთ როგორი ტყე არის სახლის გარშემო შეხედეთ სახლის უკვე საკმაოდ ძველია 50 წელზე მეტ სიტყვისაც დიტოვებულია უკვე ხუმრობა ნამდვილად არ არის და ახლა ვაცნობთ ეს სიანი მასივი რომელიც ამ სახლს აკრავს გარშემო აი შეხედეთ ეს სულ ტყეა იმისათვის რომ კიდევ უფრო კარგად დავწმუნდეთ შეხედეთ აი ჩანს კარგად კამერაში კი მედაც როგორი უღრანი ტყე აკრავს ამ სახლს რა თქმა უნდა საშუალება იმის რომ აქ რაიმე თქვაც ნადირ შეუძლია შემოვიდეს მე გეუბნებით რომ სწორედ ამ ტერიტორიიდან პირადად ჩემ ეზოშია ჩამოსული ნადირი მეც მომყავს თუმცა ეხლა ამ მომენტში უკვე აი ხედავთ აი ამის ეკით უკვე სახთან უბრალოდ ვერ მიხვალ, იმიტომ რომ ყველანაირად შეზღუდული არის. შეჯერობით შვიდობა, აი ოპერატორს ხო რამდენადაც მიუახლოვდება რომ დააფიქსიროს. კარგი, მოდი ახლა დავიწყოთ უკან. Добре, какво за функционално? Ти добре, че робиш анализ. აი აქეთ როგორი ჩამონგრეულია. და ალბათ ხედავთ რომ ქვისგან არის ეს სახლი ნაშენები. ხეხზე ვინ მეხებულა შენ? მე არა. შენ შემეხე ხო? ეხა კი. ხო. აი. Let's go, maybe I can do the operator. No, do it also. ნახოთ რა მდგომარეობაშია ეს სახლი და არის თუ არა ამ სახლში რაიმე საშიშროება ამას ერთად ნახავთ. და რა თქმა უნდა დაგათვალიერებინეთ კიდეც ვინაიდან უშუალოდ სახლში უნდა ავიდეთ. გამონგრევის საშიშროება არის და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოძრაოთ. ზემოთ სარდაფია ისა ოპერატორი. აი, შევიხედოთ. ნახეთ როგორი ბჯენებზე დგას და მოიცა გაიგეხმა? გაიგო. თუ რაღაცამ გაიარა უცბაგაცებით იყო და ხის სიმაზე. სახში გაიარა? კი. ნამდვილად? კი. კარგი, მოვიშვენე, ვაყოდი ახლა. ალაფას არ ვყავი კაცო. აი, ყურა ხის რაღაცამ გაირბია. გასაგები, გამიში გამატარეს წინ გამიში. დაბლა რა ხდება? მომეხელი. აქ მინებია, ხედავ ხო? იცოდე, თხილად. მომ კიდე ნორმალურად ხელი, პროგრამა. ხო, ოჩახ. ჩვენი ოპერატორი ძალიან ყოჩაღია, მეგობრებო, დახმარებას იაგები. ეხლა. შეხედე. იქ გასვლა საშიშია რა? არა. დავაკვირდეთ კარგად.
იგვენი ყოხაური მაგრამ ის მოხდებით იქიდან გადი ის πως რაღაცა დაიდინა მაგრამ ხო? ხო. თალოსა შეადა სინოგრაფია ძველესი მაგიდო ხიზგან არის მაშინების სახე და რომელია ვინმე შეიძლება Bravo. ბზიკები რა? ბზიკი იყო. რა? თუ რა იყო ეს? რა ბზიკი აქჭის? ბზიკი იყო რაღაცა. ჯერჯერობით შედობა არის. სინადი ხმების გარდა არაფერი ისმის. ეგე გიორგი. ეგე ბზიკი. თუ რა არის ეს? კარგი. მოდი დავბრუნდეთ ცენტრალურ ოთახში, ისე. იმიტომ აქედან ხელი კარგად ისმოდა. ნახეთ, როდინდელი საკეტია შეხეთ. ნახე როდინდელი საკეტია. მოდი. რეაქტორობა ფიქსირდა. ჯერჯერობით. რა არის? მოდი. ისა?
95. Abi bakın aslında. Nasıl bozul oldu diyor. Tabii ki. Abi Amerika'daydı kameramda. სახლის კლუბში თითქოს რაღაცა დადის. დარბის. დარბის. ხო, მეტა. არაფერი. ზერობის არაფერი. სიმშვიდეა სწყნარია. უბრალოდ ის სნაურის ნაძი თუმცა ახლა ეს ნაძი გამოწვეული ალბათ. ხო. მაგრამ საფლავზე ესე Alles klar. Hey? Tschüss. Privat nabijები დადის. აჭერს ხო ეს? Oh, I'm down here. Try to.
სვანკი. მაგაიგი? ოირა. გერო. ოირა. ქალა რაღაცა. ო. რაღაცა ეს. საგეკი. გავიგე. გაჩერდით. აი. გადავდივართ შემდეგ აპარატურის გამოყენებაზე, რომელიც ასევე ინფრაწითელიც ეძებს. ყველა გამოსცეთ ფანები მათ შორის ოპერატორმაც. სულ ყველა ეს ვინ იყო? აქედან ბოლოდან უფრო. აი იქიდან უფრო მოდის ეს ახლა. ფანარი. Ai, კაკუნი. აკუ მიდიოდეს. აი. Rangashis სიგნალია. აფედა. დაი აქ იყო რაღაც ბრაბონი თქო. დავოლოდი. რაღაცა აქ ყველაში შეიძლება გადავიდეს რა. გამერე გავუშვე. მეგობრებო, სანდრას დადებულმა სენსორმა დააფიქსირა მოძრაობა, თუმცა გამორთულ რეჟიმში ვიყავით, აბსოლუტურად აი ხა აჩვენე, აი ფანერების გვიდეს, ნახეთ როგორ არის. განათე ადგილი. ფანარი ხო გაქვს. აი ეს სენსორი ზუსტად ამ ადგილიდან. მაგრამ იყო წამიერად მოძრაობა. სანდრა როგორ იყო გითხარი? იდო უყურებდი და აი 2 წამი მაქსიმუმ ასე გაირბინა ორჯერ და გაითიშა. ხო, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მოძრავი სული იყო, მაგრამ ნახეთ რა მომენტია, ჩვენ ახლა უნდა დავარგინოთ ამ სახს ეკუთვნის ეს თუ უბრალოდ რაღაცა სულმა გაიარა და სხვა მიმართულებით დაიწყო თქვათ მოძრაობა და არ არის მიზანი ეს სახლი. ეხლა მაგას შევეცდებით რომ გავიგოთ, თუ კი ეს მოძრავი სული კონკრეტულად მე არ დამინახავს ვინაიდან უკვე დადებული მქონდა ჩემი აპარატურა და ვლაპარაკობდით, კამერა გამორთულ რეჟიმში იყო. თუმცა ყველაფერი წინ არის. მოდი ვნახოთ
ეკუთვნის თუ არა, ან განმეორდება თუ არა სადმე ისევ ეგ სიგნალი. ამჯერად თუ სახში მოძრაობს რაიმე სული და ამ სახს ეკუთვნის კონკრეტულად, მაშინ აუცილებლად უნდა გამეორდეს. დავიწყოთ აი ეს სენსორი და პარალელურად განგაშის სენსორიც მიჭირავს მოძრაობის თუ რამე მოძრაობს აუცილებლად შეგვატყობინებს სიგნალს. ვინაიდან ეს აქ დაფიქსირდა ამაზე, ხანარი ვისია პროცესი. მერე აი ფანარი რეჟიმზეა. აი არა, სუსტი რეჟიმია. სუსტი რეჟიმია. ძლიერზე ჩას. всё. მოდი მაშინ აქედან მოვუაროთ. და ამბობდი იყო. როგორ ამ თვითონვე ავიდა? Физкая шушеби да цветы там. Arafeli. This is absolutely Arafeli. Cada sensor. Pode gostar. ნახოთება. მოდი დროებით ცოტა ხანი ყველაფერი გამოვთოთ, ოღონდ კამერა ჩართულ რეჟიმში იყოს და ფანები გავთიშოთ.
შენობაში სიგნალი. წავიდა, ხედავ? ანუ შუა ტემპერატურაზე მოძრაობს. ეგე? არა, შესომაში შედიხარ შენგვარ. აი ეს არის, მოძრაობა. გამართვიეს. სადა ხარ? აქ ვარ, მომეცი. აი, შეგეცევა. დადი. ალოდი შემდგრეჯზე.
აი აქ ოდნავ აქტიურდება ამ ადგილას. ეს ის არის წევს თამაში. სადა შენ სენსორი? სადა შენ? აქ არის. სურათები გადავიღეთ. ნახოთ კომპიუტერში გადატანისას რას იწევს. გამოვიყენეთ ინფრაწითელი კამერა. სენსორი დუმს. მოძრაობის სენსორი კვადრობინებს მოძრაობას. ეხლა უყურე, რა გვაქვს ხელში. და სადა შენ სენსორი? აი ეს სენსორი უშუალოდ მხოლოდ ამაზე დაფიქსირდა ერთი მოძრაობა. ეხლა ჩართულ რეჟიმშია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ თუ კი რაიმე ძალა გაიარა იმ მომენტში, როდესაც ჩვენ გამართულ რეჟიმში ვიდექით და წავიდა სხვა მიმართულებით, ერთი ამას ნიშნავს და მეორე უბრალოდ ვინაიდან ჩვენი აპარატურა ძალიან ძნობიარეა, შესაძლოა ვიბრაციის გამო იყო წამიერი რეაქცია დადების დროს. თუმცა იძახის იდო უკვე და მე აქეთ ვიდექი სადაც არჩევხები ვარ. მაშინ დაფიქსირდა. კეთილი. ჩვენ გადავიდეთ ფოტოსურათები, დავამუშავოთ სახლი. ნახოთ კომპიუტერში გადატანისას თუ კი რაიმე დაფიქსირდება, აუცილებლად გვეცოდინება ამის შესახებ. ეხლა რაც შეეხება სენსორს, არის სუბუქად. პერიოდულად ძალიან უნიშნელო, თუმცა ეგ არაფერს არ ნიშნავს აბსოლუტურად ვინაიდან განგაშის ზონამდე არ ადის და შესაძლოა რომ უბრალოდ მაგნიტურ ტალღებს იჭერს, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს კიდევ მეორე. სულის მოძრაობას აპარატი არ გოტობინებს, აბსოლუტური სიმშვიდეა, მიუხედავად იმისა, რომ ვიტოვებული და ძველი სახლია. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ყველა მიტოვებულ ძველ სახლში სული არ ჩერდება. აქ ამ სახლის ისტორია კიდევ გეუბნებით, რომ არ არის საგანგაშო, ასე თქვა, ჩვეულებრივი ოჯახი ცხოვრობდა. მე რა თქმა უნდა მაქვს ინფორმაცია თუ ვინ იყვნენ და დაიყვნენ ძალიან დიდი ხნის წინ. მას მერე არც შვილიშვილები, არც შვილთაშვილები ამ ტერიტორიაზე აღარ ამოსულან. პარანორმალის სამიზნე რატო გახდა ეს სახლი? მოდი სამიზნე ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ვინაიდან ჩვენ უბრალოდ ჩვენი ენთუზიაზმით გადავწყვიტეთ, რომ სახლი ვინაიდან ახლოს დგას და არის ტყიან მასივში, გადავწყვიტეთ უბრალოდ შეგვემოწმებინა. იყო თუ არა რაიმე პარანორმალური მოვლენა ასეთ სახლში. თუმცა ჯერ ველოდებით გვიანი დროის დადგომას და შეიძლება შემდეგ აბსოლუტურად შეიცვალოს სიტუაცია. როგორც ხდება ხოლმე. თუმცა ამ დროისათვის, ამ თუ არ ჩავთვლით ინფრაწითელი კამერიდან გადაღებულ მასალას, რომელსაც გავეცნობდით, მოგვიანებით რა თქმა უნდა, ჯერჯერობით თავმოდ შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტური სიმშვიდეა. მცირედი ხმები, რომელიც ისმის და ნამდვილად ისმის, ეს დაკავშირებული არის უშუალოდ ხის სახლთან პირდაპირი გაგებით, ვინაიდან ხარი ქრის, ხეები ძალიან ახლოს არის სახურავთან და გამოსცემენ ისეთ ხმებს, რომ თითქოს ისმის რაღაცა ნაბიჯების ხმა. თუმცა ეს მცდარი აზრია. რა თქმა უნდა, ეს გამორიცხული ამბავია, ვინაიდან ჩვენ ველოდებით შეტყობინებებს პირველ რიგში სენსორებიდან, უთხოვარ ფაქტებს, რომ მოძრაობა და რა თქმა უნდა, შემდგომ ამისა უკვე გადავდივართ სხვა ძიების სხვა მიმართულებაზე. ნახოთ, დამოტებით კიდევ ერთი სენსორი გამოვიყენოთ. ნახოთ, ეს აბსოლუტურად ნულოვან წერტილში დგას. და პლუს კიდევ ერთი
ჩვენი სენსორი. ეს უკვე ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი სენსორია, რომელიც გიფიქსირებს ტემპერატურას. 19 და 6-დან 21 და 2-მდე ავიდა პირიქით ტემპერატურა. და 21 და 2-ზე მერყეობს. აბსოლუტური სიმშვიდე გვაქვს ჯერჯერობით ამ დროისთვის. ჩვენ გავთიშავთ კამერას და თუ რეალურად კიდევ რაიმე თქვათ მოხდა, ოღონდ მოხდა ისეთი, რომ ნამდვილად დამადასტურებელი ფაქტი იმის, რომ აქ რაღაც არსებობს, ჩავერთვებით. თუ არა, მაშინ გავაკეთეთ დასკვნით ბლოკს და ამით ყველაფერი მორჩება და დაგვრჩება მხოლოდ ერთი ინფრაწითელი კამერის მიერ გადაღებულ სურათებს, რომელიც კომპიუტერში გამოჩნდება. ოპერატორს ვთხოვ, რომ დროებით კამერა გავთიშოთ. მეგობრებო, ჩვენ კიდევ შემოვიარეთ სახლი. ვიყავით ისეთ ოთახებში, სადაც ისმოდა ხმები, მაგრამ დავადგინეთ, რომ ეს ხმები გამოწვეული არის ცინკის სახურავიდან, რომელიც ძალიან მზნობიარია და აი ხედავთ, რომ არც შეფუთული არ არის და მცირე ფოთლების დაცემა იწვევს საერთო ხმებს. ეს დავადგინეთ ნამდვილად. პლუს ამას სახლთან ძალიან ახლოს არის ტოტები, რომელიც ქარის გარეთ ქარია ეხლა მოძრაობენ და იწვევენ ბრაგმოს. თითქოს ისეთი ხმა ისმის, რომ ვიღაც მოძრაობს. ეს ნამდვილად არ შეესაბამება პარანორმალურ მოვლენებს, ასე რომ თუმცა როგორც ხმაურს იწვევს ნამდვილად საერთოდ. თუმცა ამ დროისთვის არაფერი საერთო არ ხდება. ეხლა ნახავთ შემოვივლით კიდევ აქ თავიდან გადავალთ ეზოში და დავაკვირდებით, თუ არაფერი არ მოხდა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად უსაფრთხოა აქაურობა და არ შეიმჩნევა არანაირი მოძრაობები. სანდრა. ბატონო. მოდი აქედან დავიწყოთ. ეს შემოვართ, გამოვიდეთ და შევიდეთ ეზოში. ვინაიდან სახლი არ არის დიდი, არ არის პატარა. ძალიან კარგად ისმის ყველა ოთახიდან ხმები. მცირედი პარანორმალური ზონები მაინც უნდა არსებობდეს იმ სახლში, სადაც რაიმე საერთოდ ხდება. უნდა იყოს სუსტი, მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს. ამ სახლს ჯერჯერობით მსგავსი პარანორმალური ზონები არ გააჩნია. საერთოდ არ გააჩნია. ელა, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც შეიძლება შემდეგგვიან საათებში უფრო გაძლიერდეს, აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ ეგეც კი არ არის. ეს კი უდავო ფაქტია იმის, რომ სახლი სუფთაა და მასში არ აქვს ადგილი არანაირ პარანორმალურ მოქმედებას. კარგი, მოდი ჩავიდეთ ეზოში. იქიდან დავიდეთ, როგორც ამოვიდეთ. მე ჩავალ და დავეხმარები შემდეგ ზოგადად ამოვიდეთ. აქ არის მინები, ხტიო. Sandra. Ეგრე კარგია, აბა. ნახოთ, იცით ამ დროს ის ყველაფერი შეიცვალა და აი ვიპოვეთ. აი ეს იყო ის დიდი შეთანხმება, ხედავ? კი ბატონო. მოდი ვაჩვენოთ.
აი ამ საწნახელზეა საუბარი, ნახეთ როგორი ძველია სახლი. ვისი გაითიშა? ჩემი არა. ხედავთ? ნახეთ რამხელა საწნახელია. უზარმაზარია. იმდენად ძველია ეს სახლი, რომ ეს საწნახელი არის შემორჩენილი. წარმოგიდგენიათ? თითქმის საუკუნის. ნაკეთობაა. პაპიდან პაპეს რო გადაეცემოდა ეს. აი კი ბატონო, აქ ყოფილა. მართალი უთხრეთ, ხო? ესე იგი აი ავიპოვეთ უკვე. ვინ მეტყვის რა არის ეს? ეს მარტო მე ვიცი აქ რა არის. რა არის? აბა, თუ მიხვდებით რა არის. შეხედეთ. ეს არის ურუმის ჩulis ფრაგმენტი. აი ეს არის გული. აი აქ იყო სპიცები, ჩაჭობილი, ის დამტრეულია და შემორჩენილი არის ურუმის ჩulis მარტო აი ეს ფრაგმენტი. აგერეს გახვრეტილი, რაზეც ღერძი ბრუნავდა და შემორჩენილია მხოლოდ ეს. მაინც გამოცდილება ბევრს ნიშნავს. აი მეორე ჩulis ფრაგმენტი აგერ არის. ორივე. ეს რა თქმა უნდა. ის საფრთხესთან არაფერს არ არის ის ვარ. აბსოლუტურად სუფთაა. სიმშვიდეა. ეზოც სუფთაა სახლი. ძალიან კარგი და სასიამოვნოა, რომ ამდენი ხნის მერე არაფერი არ ხდება. არანაირ ბოროტ სულსაც კი არა აქვს სახლი აფიქსირებული და არანაირი სულები არ არიან. ეს რა იყო? რა არის? მოიცადე რა არის? Paranormalsan kavşuşuyor adam. Başladı. მოკლედ
გამართლდა ჩემი წინადგრძნობა მეგობრებო, ვინაიდან არც აურაიზნობა ისეთი რომ დაძაბულობა რაღაცა არის აბსოლუტურად არაფერი, ყველაფერი წესრიგშია, სახლი აბსოლუტურად სუფთა, მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია მიტოვებულია, მასში არ არის დაბუდებული არანაირი არც ბოროტი ძალა და არც კეთილი ძალა, ასე რომ საერთოდ არ აქვს პარანორმალურ მოვლენებს ადგილი. პრინციპში აქ ყველაფერი დასრულებულია უკვე. ნამდვილად ყველაფერი დასრულებულია, სიმშვიდე არის, სახლი სუფთა არის. და ჩვენს ის გადაგვჩენია რომ დავასრულოთ კვლევა. შემდეგი კვლევა აუცილებლად იქნება უმზეურის მონასტერი და კიდევ ერთი ადგილი, სადაც კვლავობის ადგილია უშუალოდ. ეს მოხდა ვაშლი ჯვარში. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ჯერ მოკლის შემდეგ კი ლიფტის შახტაში დაწვეს. და ძალიან საშინელი და სასტიკი დანაშაული მოხდა. ისმის ამ სახლიდან უცნაური ხმები ყვირილის ხმები ასევე და გარემ მოსახლეობა ფიქრობს რომ ამ სახლში ხდება პარანორმალური მოვლენები. მოგვაწოდეს მასალები, უბრალოდ შენობას გადაუღეს, სადაც მოხდა ეს ყველაფერი და ჩვენ ვაპირებთ რომ აუცილებლად მივიდეთ და გამოვიკვლიოთ ეს ადგილი. ნახეთ რა მომენტია, მოხდა სასტიკი მკვლელობა იმით რომ ჯერ მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი და შემდეგ სარდაფში, ლიფტის სახტაში იყო მცდელობა რომ დაეწყათ. და ამით გაენადგურებინათ ფაქტები. ეგ არის სწორედ ის შემთხვევის ადგილი, რომელიც ვაშლი ჯვარში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში მოხდა და შემდეგი ჩვენი გამოკვლევის ობიექტი იქნება ვინაიდან ახლოს არის. ახლოს არის კი. ვაშლი ჯვარი და უმზეურის მონასტერი. დროებით მეგობრებო, ამ ღამით სულ ეს იყო. რაც გვაინტერესებდა ამაზე პასუხი უკვე მივიღეთ. აქ არანაირ პარანორმალურ მოვლენებს ადგილი არ აქვს. დროებით და შევხვდებით შემდეგ გამოკვლევებზე უკვე. ანუ ვაშლი ჯვარში იქნება ეს ზუსტად დავაზუსტეთ ამ ყველაფერს, ან უმზეურის მონასტერი მცხეთაში, სადაც ასევე ძალიან აქტიური ზონაა ჭინკების. ხო, კიდე ერთი რამეა. დღეს ის დღე გაჩვენეთ, სადაც ეს უცნაურობები ხდებოდა და ხელი შეგვიშალა იმ ფაქტორმა, რომ სოფელში არის მომრავლებული და ზოგადად ამ დღეში დათვები. ძალიან დიდი რაოდენობა. ისინი გზაზე ამოდიან და მაგასაც რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ სოფელში შემოდიან. გუშინ იყო ესეთი შემთხვევა, ეხლა სადაც ვდგავართ, აქედან 100 მეტრით დაშორებით, ტყიდან ამოვიდა დათვი. დღისით, ბზისით, ჯერ კიდევ რაც ნამდვილად შემს იყო უკვე ხო უბრალოდ დღე იყო. ბნელდებოდა, ოღონდ ჯერ კიდევ დღეშუქი იყო. თუმცა მაინც მოვახერხეთ ის, რომ ის დღე და ეგ ადგილი თქვენთვის გვეჩვენებინა. ოღონდ რა თქმა უნდა, ჭირაღდნების გარეშე, ცეცხლის გარეშე, ყოველ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ გავრისყავდით, ვინაიდან დასახლებული პუნქტიდან 6 კილომეტრით არის მოშორებული ეგ ადგილი და რა თქმა უნდა, მანქანით მივედით მაგ ტერიტორიაზე. მოკლედ, აქ სალაბარო კომენტარი არაფერი აღარ არის. დროებით, მეგობრებო, ეს იყო ჯგუფი პარანორმალი და ჩვენ ერთმანეთს უკვე შემდეგ კვლევით ბლოგში შევხვდებით. ახლა მომავალში. დროებით. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.